მე-18 საუკუნეების ოსმალური დოკუმენტები კავკასიის, მათ შორის საქართველოს, კერძოდ კი აჯარის ისტორიული წარსულის შესახებ დღეიდან აჯარის საარქივო სამმართველოში ინახება 1000 გვერდიანი უნიკალური დოკუმენტი ბულგარეთიდან სოფიის კირილეს და მეთოდეს სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოიტანეს. ბულგარეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აჯარის საარქივო სამმართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა. ისტორიული მასალის ნაწილი რუსულ და ბულგარულ ენებზეა შესრულებული. საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი დოკუმენტების ერთი ნაწილი ოსმალურ ენაზეა, რომელსაც ამ ეტაპზე სამმართველოში ვერ თარგმნიან. დღეისთვის რეგიონში ოსმალური ენის სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. შეგახსენებთ, 20 მის აჯარის საარქივო სამმართველოს წარმომადგენლები მივლინებით ბულგარეთში იმყოფებოდნენ, საიდანაც საქართველოს შესახებ საარქივო დოკუმენტების ქსეროასლები ჩამოიტანეს. უძველესი ხელნაწერები აჯარის საარქივო სამმართველოში იშვიათი კოლექციის სახით განთავსდა. დოკუმენტი არ ძალიან დიდი მნიშვნელობის, რადგან შეეხება ჩვენი რეგიონის იმდროინდელი ყოფა-ცხოვრების ამსახველ მომენტებს. და ძვირფასი არ დღემდე იყო ეს დოკუმენტაცია ჩვენი მკვლევარების და ჩვენი მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომელი. დღეისთვის შევქმნით ის პლატფორმი, რომ ჩვენმა მეცნიერებმა შეძლონ ჩვენი იმდროინდელი ისტორიის შესწავლა და საზოგადოებისთვის მიწოდება. ბულგარეთის, კერძოდ სოფიის ეროვნული არქივიდან შემოტანილი იქნა დოკუმენტები, რომელიც ეხება ძირითადად მე-19 საუკუნის მიწურულის პერიოდს და ძირითადი დოკუმენტები არის 1918 წლების და 90-იანი წლების შემდგომი პერიოდის. ანუ ამ დოკუმენტებში არის ძალიან საინტერესო მასალები, მათ შორის თურქეთ-გერმანიის ურთიერთობის შესახებ, თურქეთ-გერმანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ორი ვარიანტის შესახებ.